არ შეიძლება ადამიანი წალენჯი ხაში რომ მუშაობს აფთიაქში PSP-ში მაგალითად მის მიერ გადახდილი გადასახადი თბილისში წამოვიდეს. ქონებას რაც შეეხება აქ იყო ბოლოს ესეთი პირობა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან რომ რაღაც 300 კვადრატულ მეტრამდე გადავცეთო თუ რა. შამში გამოდიოდა 1% მიწების. მე არ ვიცი ესეც როგორ შესრულდა, იმიტომ რომ ამის შესახებ კავშირი ფაქტურად ჩვენ არ აგვაქვს. ეს სისტემა აწყობილია რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან ერთმა, ან რამოდენიმე ადამიანმა და მე ეს უნდა ქვევით ან ეგრეთ წოდებული აბსოლუტურად ავტორიტარული სისტემა დემოკრატიული ცენტრალიზმი რაც იყო პერიოდში ხო იგივე არის გაგრძელებული. ამ სტრატეგიის სისუსტე იყო რომ კოსმეტიკა იყო რა, სტრატეგიას ვთხოვდნენ და უნდა ქონოდა, სტრატეგიული დოკუმენტი უნდა ქონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის სული რაც უნდა ქონდეს ნებისმიერ სტრატეგიას, რომელიც ამ კუთხით დაიწერება, რომ ზეცენტრალიზებული სახელმწიფო და დეცენტრალიზებული სახელმწიფოზე და ავტორიტარული სისტემიდან ნორმალური დემოკრატიული მართლობის სისტემაზე გადავიდეთ, ეს სტრატეგია მაგმიზნებს არ ემსახურებოდა. გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება არ ნიშნავს, რომ მე რომ ავირჩიე, თქვა საკრებულო, იმას მივანდო 4 წელი რა, ყველაფერი, ხო? იქ ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი არის პირდაპირ დემოკრატია. თუ მას ეს მექანიზმები ექნა მაშინ დამოუკიდებელი იქნება ხო და დამოუკიდებელი იქნება თავის გადაწყვეტილებებში და მე არჩევნები რომ მოვა რითი ვივაჭრო. თამას თუ სისტემურად არ შევხედეთ, ხო პოლიტიკური სისტემა თუ არ შეიცვალა ქვეყანაში, ისე აქ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარებაზე ლაპარაკი გებრეთ.